დასტები დამუშავებული მაქვს. დავიწყეთ სიგნიფიკაცია, ვის უნდა იყოს მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზის სიგნიფიკაცია. რა ენერგიებში გადაყავხარ სამყაროს მომავალი ერთი კვირის მანძილზე? რა ენერგიებში იქნები? ვისთვის იქნება სამყაროსგან საჩუქარი, რა ადამიანი აი ახლა როგორ ცხოვრობს და რა საჩუქარს ამზადებს სამყარო. საბუთები და დოკუმენტები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. სამსახური, კარიერა მომავალი ერთი კვირის მანძილზე. ფინანსები. და პირადი სასიყვარულო ურთიერთობა მომავალი ერთი კვირის მანძილზე. ვიღაც ქალმა, არ ვიცი ნელიკო თუ რა გერქვა, დამიწერა, რომ ქალბატონო, ცოტა ჩქარა ილაპარაკე, უიმე რა არის ლაპარაკი გეზარება დამეძინაო. ჯერ ერთი უკაცრავად, მაგრამ სად გაიზარდა ადამიანი, რომელიც შედის სახლში და იმის მაგიერ რომ მოგესალმოს და უმასპინძლდები და კულტურა იქონიოს, იმ მაგის მაგიერ, ასე ვთქვათ, წივის კივის სახლში და რაღაცა უკმაყოფილებებს გამოხატავს. რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანებს მე პირდაპირ ბლოკავ, პასუხსაც არ ვცემ. უბრალოდ აგ რატო ვაჟღერებ ახლა ამ ინფორმაციას, ვისაც რაიმე არ მოგწონთ არხზე, შეგიძლიათ შემოყალიბო, გახვიდეთ ასკროლოთ, ძალიან ბევრი ტაროლოგია, ძალიან ბევრი არხია, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, უყუროთ, უსმინოთ, ჩქარაც ილაპარაკებენ და თქვენ ძნებები არ მოგეშლებათ, ვიდრე რაღაცა ენერგია დახარჯოთ და კომენტარები დაწერეთ, იმიტომ რომ მე მაინც დაგბლოკავთ ეგრევე, ანუ ახლა მე უარყოფით ენერგიას შენი სულიერი სივრცის არხზე არ გავაჩერებ, გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, გირჩევთ რომ ტყუილად არც დრო დახარჯოთ, არც რესურსი, თუ რამე არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ასკროლოთ და გახვიდეთ არხიდან. როგორი რაღაცა, ეხლა რატო ხვდებიან ესეთი ადამიანები არხზე? საერთოდ შენი სულიერი სივრცის არხი არ არის მასშტაბური პლატფორმა, როგორც ასეთი, იმიტომ რომ აქ არიან სპეციფიური ადამიანები, მენტალურ ჭრილში გულისხმობ. აქ ჩვენს არხზე ვერ გაჩერდება ყველანაირი კატეგორიის ადამიანი. გაჩერდება მხოლოდ ადამიანი, რომელსაც უყვარს სიღრმე, ადამიანი, რომელიც აზროვნებს, ადამიანი, რომელსაც აინტერესებს, აი, როგორ გითხრა, ფარდის უკან რა ხდება. აი ესეთი ადამიანები გაჩერდებიან ჩვენს არხზე. ღრმა ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანები. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია და შენ ადამიანო თუ შემოხვედი ჩვენს არხზე და სამყარომ გამოგიგზავნა ჩვენი ვიდეო და გაგაჩერე ჩვენს ვიდეოზე, ხო? ეს არის ჩვეულებრივი გამოცდა შენთვის იმისა, რომ რამდენად მზად ხარ შენი ცნობიერების ტრანსმუტირებისთვის. თუ ვერ გაივლი გამოცდას, რა თქმა უნდა, ისევ ხელახლა შეხვალ გაკვეთილებში და დაიწყებ ახლიდან მომზადებას. კარგი, დავიწყოთ სიგნიფიკაცია. ადამიანი, რომელმაც წარსული ტკივილების სიმძიმე და შეიძლება ბევრი ტყუილიც, შეიძლება ეხლაც ვიღაცა ცდილობს წარსულიდან რაღაცა თავის ჭკუაზე გადაგიყვანოს, ან მეგობარი, რომელიც მოყვებათ, შეიძლება
მაგ ადამიანი ღალატობდათ რა, ანუ მაინდა-მაინც ერთი გულწრფელი არ იყო და ეხლა მოკლედ აი ამ ყველაფრის დასასრულის პირას ხართ, თითქოს ცდილობთ მიუხედავად ამ სიმძიმისა და მიუხედავად უდიდესი ტკივილებისა წარსულში, რომელიც შეიძლება ურთიერთობას ეხებოდა, ან შესაძლოა თქვენს განვლილ გზას, რომელიც ძალიან გტყიოდათ, თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გაქვთ იმედი, რომ წინ ძალიან ნათელი მომავალი გადაგეშლებათ. მზად ხართ, რომ შეაბიჯოთ თქვენს ახალ გზაზე, ახალ მომავალში და ახალი სიცოცხლით დაიწყოთ ცხოვრება და უბრალოდ ელოდებით რაღაცა აი ღვთიურ ნიშანს რო იტყვიან რა. ან კიდე არის სიტუაცია ვიღაცამ დაინახა რაღაცა თითქოს ახალი გზისკენ წასვლას აპირებს, ეს ადამიანი თითქოს სამყარომ ახალი გზა გამოგიგზავნა ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ახლა ამას უფრო ბრძნულად უყურებთ, თქვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე, თქვენი ტკივილებიდან გამომდინარე, თქვენი გზიდან გამომდინარე, რომ აბასანამ მე ახლა ნაბიჯს გადავდგავ, ხო? კარგად დავფიქრდე, ეს სწორია თუ არა. თუ თქვენია და იცანით სიგნიფიკაცია თქვენს თავზე, დარჩით გაშლაზე. ჩვენ კი გავაგრძელოთ. მომავალი ერთი კვირის ენერგიები თქვენთვის იქნება ჩემოკარგებო. გულის ტკივილი, გაუგებარი მენტალური მდგომარეობა, ფიქრები, რომლებიც გულსაც გტკენდნენ და გამოსავალს ვერ პოულობდით, თითქოს აქ ხდება თქვენი შევსება. ინფორმაცია, რომელიც მოგივათ თქვენ, თითქოს აი ამ სიტუაციის ანალიზში დაგეხმარებათ და ასე ვთქვათ, აი მე კარგად ვგრძნობ თავს, თითქოს აი მიწიერ დონეზე, თითქოს შევსებულად იგრძნობთ თავს. ეხლა უკვე უშუალოდ ვნახოთ, რომელ სფეროებშია ეს ენერგიები თქვენს ცხოვრებაში. აქ უფრო იქნება ცოტა ნერვიულობა კვირის დასაწყისში, ან უკვე ნანერვიულები მდგომარეობა, საიდანაც აზრზე არ იყავით, რა გაგიკეთებინათ, როგორ გაგიკეთებინათ, აქედან გამოსვლა, თითქოს შევსება, მე შევსებული ვარ რაღაცა ინფორმაციის წყალობით, შეიძლება წარსულიდან. დოკუმენტები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. აქ ვიღაცა მიიღებს დოკუმენტს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდა, რომელიც დიდი ხანია გაჩერებული იყო და ძალიან გაუხარდება. საკითხი, აი თითქოს და თქვენი რაღაცა ცხოვრება იცვლება, წარსული ცხოვრება იცვლება, სადაც ერთ ადგილზე იყავით გაჩერებული, აქ თითქოს უკვე იღვიძებთ, მოძრაობაში გადადიხართ და ფინანსებსაც შეიძლება უკავშირდება ეს სხვათა შორის. აქ ძალიან კმაყოფილი იქნებით საბუთობრივ საკითხებთან დაკავშირებით. სამსახურში რა იქნება? სამსახურში დიდხნიანი სამუშაო პროცესი, დიდი ხანი სადაც ვინც მუშაობდა სამსახურში, აქ იქნება ჩემოკარგებო დაწინაურება ვიღაცის. აი შეიძლება ერთი და იგივე საქმეს აკეთებდით დიდი ხნის განმავლობაში, არაფერი იცვლებოდა, მაგრამ აქ თქვენი აღიარება იქნება. კი, დაწინაურება იქნება. თქვენზე გაკეთდება არჩევანი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ შრომობდით, თავს არ ზოგავდით და შეიძლება იმდესაც არ გიხდიდნენ, მაგრამ აქ სამართლიანობა იზეიმებს კი. კი, სხვათა შორის აქ შეიძლება სამსახურს ელოდებოდა ვიღაცა, აი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რაღაცა ძალიან ნერვიულობდა. აქ კი ბატონო, კი, თქვენი საქმე, რასაც აკეთებდით, მოგიტანთ სიუხვეს და ყველაფერს შეიძლება ისე გაგიკვირდეთ და ისე გაგიხარდეთ, რომ აი თქვენ თვითონაც შოკში ჩავარდეთ. ფინანსები როგორ იქნება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? აქ ვიღაცა ძალიან ბევრ შრომობდა, ფიქრობდა, პირობითად
იცი როგორ რაღაცა შეიძლება ბევრი შრომა მოგიწიოთ, იყოს ახალი წყაროებიდან შემოსავალი მიწიერ დონეზე, თქვენ შეიძლება კიდევ ვამბობ, ბევრ შრომობდით, აქ ესეთი არკანია ეს აქ ფიქრობდით და ავტომატურად შრომობდით კიდევაც და აქ რაღაცა დაბალანსდება, იცით, ახალი წყაროებიდან შემოსული ბალანსი, აი ფინანსებთან დაკავშირებით თქვენ სამყაროში მიწიერ დონეზე ქმედებით და ამყარებთ ბალანს მიმოცვლის სახით. ეს რა არის ფინანსური მომავალი ერთი კვირისგან? ხო, აქ თუ შეჩერებული იყო ჩემო სიხარულებო, აქ თუ შეჩერებული იყო ფინანსური მდგომარეობა, ხო, და თქვენ რაღაცნაირად აი პერსპექტივაში კომფორტის ზონაში იყავით, კი ნერვიულობდით, როგორ არა, მზად იყავით, რომ აი რაღაცა თუნდაც ვიღაცა კლიენტებს ზე იყო დამოკიდებული, ხო? შემოდინება ყოფილიყო, აი მზადყოფნაში იყავით, შეიძლება ბევრ რაღაცას აკეთებდით, ფიქრობდით, კიდე რა შემიძლია გავაკეთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ უკვე დაისვენებ, კი. ალბათ სადღაც უფრო კვირანახევარი 2 კვირის განმავლობაში ფინანსებში გექნება ციუხვე. ნელ-ნელა აქ ბალანსი ჭერს მომავალი 1 კვირის განმავლობაში და ყოველ შემთხვევაში ფინანსები იმდენი გექნებათ, რამდენიც შეიძლება გჭირდებოდეთ. რა ეხლა ვერ გეტყვით, რომ აქ რაღაც სასწაული ამბები მოხდება ფინანსებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ახალი წყაროებიდან გექნებათ ნამდვილად შემოსავალი. პირადი სასიყვარულო ურთიერთობა დასასრული ნერვიულობის, სადაც შეიძლება არ ვიცი, მართლა რო იტყვიან, მოიცა ერთი წამი. აი ვისთანაც ყველაფერი გააკეთეთ თქვენი თვალსაზრისით, მაგრამ ერთგული იყავით ამ ადამიანის, მაგრამ გიყვარდათ, სხვადასხვა ორივეს ერთმანეთი გიყვარდათ. მაგრამ ეს ადამიანი რაღაც ბავშვურად, აქ ეს ადამიანი ბრუნდება, ოღონდ თქვენ საერთოდ ბაიბულში არ ახართ, აღარ ცელოდებით, გაჩერებული სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში, სადაც ეს ადამიანი უკვე უნდა მოსულიყო და სხვანაირად და არა ბავშვურად, გამოდის ამ ღლიცინის მდგომარეობიდან, მოდი ასე ვთქვათ. და მოდის პასუხისმგებლობით. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ არ იცის თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, შეიძლება გული ეტკინოს, ეს სადღაცაიდან გაგვიდებთ. მაინც გამოვა კომუნიკაციაზე და შემოგთავაზებთ, კი გეტყვის, რომ მე ძალიან გული გატკინე, ვიცი რომ დიდხანს გავოდინე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თუ კონფლიქტი იყო იმაზე, რომ თქვენ ეს ადამიანი არ გაჩვენებდათ, არ განახებდათ არავის, აი თავის ენებს და რაღაცა ან მეგობრებს რა ვიღაცებს რა. აქ მოკლედ აქ სერიოზული წინადადებით მოდის და ყველა ბევრ რაღაცაზე გექნებათ საუბარი. მათ შორის აი მაგ საკითხებზეც უბრალოდ ეხა ჩამიშალის აქაც, რომ ბევრ რაღაცაზე გექნებათ საუბარი. მათ შორის იქნება საუბარი იმაზე, რომ რატო გმალავდათ და არ გაჩენდათ, აქ შეიძლება გეუგითხრათ ის, რომ დაუშვათ აი საცოლე რო არიყავი და ამიტომ და ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში მოდის ამ საკითხით დასერიოზულებული ეს ადამიანი თქვენთან რა. ისთვის იქნება სამყაროსგან საჩუქარი მომავალი 1 კვირის განმავლობაში. იმპერატორისთვის, ვინც ელოდება შეტყობინებას და სიუხვეს თავის ქალბატონისგან, ეს მამაკაცებისთვის არის და რა საჩუქარი იქნება? უდიდესი
მოიცადეთ ეხლა აქ რას მეუბნებით. კოშკიო, ღმერთს თუ რა ყოფნა. აქ რას გულისხმობთ, რა საჩუქარს გულისხმობთ? ეს საჩუქარი სამყარო კოშკი როგორ იქნება ამ იმპერატორისთვის? გასაგებია. აი თქვენ თუ გეგონათ ძვირფასო მამაკაცებო, თქვენ თუ გეგონათ რომ всё, აი მენტალურ დონეზე რომ აღარაფერი არ მეშველება, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი დაინგრა, ღმერთი თუ მიშველის, აი ეს ღმერთი გიშველით ნამდვილად, თვით მაღალი ძალები მოგკიდებენ ხელს და ასე ვთქვათ, ეს ადამი თქვენ დაინახავთ, თქვენ მარტო მაგას ელოდებით, იმ ერთს ელოდებით და ეს ადამიანი ასე ვთქვათ, გამობრწყინდება თავისი სიფერადით და სადღაციდან ეს ქალი მოდის, შეიძლება კომუნიკაციაზე გამოვიდეს. ეხლა თქვენ თავს იმას მოყვებიან, რომ გახართ და მერყეობთ, რომ ეს რა ქვია. ეს ქალი ძალიან ინიღბება, რომ იცოდეთ თქვენ. თითქოს არ ნერვიულობს, ამ დროს იცოდეთ, რომ ძალიან ნერვიულობს თქვენს გრძნობ, თქვენთან დაკავშირებულ ემოციებზე. ნუ მერყეობთ. ქალმა უნდა გადადგას ნაბიჯი თუ კაცმა? ვის? ქალს თუ კაცს? მე რა ვქნა, გოგოებო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაბიჯი ქალმა უნდა გადადგას, ღმერთო მიშველე. ესეთი საოცარი გაშლა მე მგონი ჯერ არ გქონია. თუ თქვენი იყო გაშლა, გელოდებით ლაიქებში, სურვილისამებრ კომენტარებში, მე გიგისურვებთ ულებს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და წინსვლას თქვენს ცხოვრებაში. პირად დიაგნოსტიკებს რაც შეეხება, მომწერეთ Facebook-ზე, შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში, მზის ლოგოთი არის ჩვენი გვერდი და იქ უფრო ვრცლად გპასუხობთ ხოლმე ჩემო ძვირფასებო. ჩაწერას რაც შეეხება ხდება 4 დღით ადრე, ჩაწერიდან მე-4 ღამეს კეთდება გაშლა. გემშვიდობებით, პოზიტიური დადებითი ენერგიებით და რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ სულში მზეს. მომავალ შეხვედრამდე.